ანთროპოსოფიულად შემეცნებული ზეგრძნობადი ადამიანი. 5 ლექცია წაკითხული ჰააგაში 1923 წელი. ვიდეო საწერია მესამე, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მეოთხე ლექცია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, წინა ლექციაში ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე ასახული იქნა როგორც მოგზაურობა. და ჩვენთვის გასაგები გახდა ზოგიერთი ვარსკვლავის ციური განლაგების აზრი. როგორც საწყისი წერტილებისა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ადამიანის ამ მოგზაურობას ზოგიერთი სულიერი სფეროების გამჭოლ. ვიდრე განვაგრძობდეთ ჩვენს მიმოხილვას, მოდით უფრო დეტალურად შევისწავლოთ ეს მოგზაურობა. ერთი შეხედვით ადამიანის ზეგრძნობადი არსება ორ ცხოვრებას შორის შუალედში სავსებით ადეკვატურად იქნა წარმოდგენილი ჩემს წიგნში თეოსოფია. სწავლების საწყის ეტაპზე ეს მართლაც ასეა, მაგრამ უეჭველია ისიც, რომ ცოდნა გაღრმავებას და წინსვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით წინმავლობის კვალდაკვალ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სამყაროს ერთიანობა. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ურყევი, ჰარმონიული ურთიერთკავშირი ზეგრძნობაdsა და გრძნობად სამყაროს შორის. ჰარმონიული ურთიერთკავშირი ზეგრძნობაdsა და გრძნობად სამყაროს შორის. არსებობს პირობები სხვადასხვა სფეროებში, რომლებსაც ადამიანი გაივლის გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. გარეგნულად გამოიხატება სივრცის და დროის ურთიერთმიმართებაში ამ სფეროებთან, ანუ ციურ სხეულებთან. ამიტომ, როდესაც ამ სფეროებზე საუბრისას ციური სხეულების ტერმინებს ვიყენებთ, ჩვენ სწორ სურათს ვქმნით. არსებობს კავშირი ხილული ვარსკვლავის ზეციურ მდებარეობასა და ზეგრძნობადი ცხოვრების ზოგიერთ სოციალურ მხარეებს შორის. შესაძლოა გამოითქვას ამის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ ცხოვრება, რომელიც განფენილია გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, არ შეიძლება წარმოდგენილი იქნას სივრცობრივი ტერმინებით, ან ყველა შემთხვევაში ეს ტერმინები უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული. ეს სრული სიმართლეა და ამის მიუხედავად ზეგრძნობადი არსებობა სივრცეში აირეკლება. სამყარო, რომელიც სივრცის და დროის მიღმა ძევს, აირეკლება სივრცეშიც და დროშიც. და როგორც ადამიანის აზრები და იდეები გამოიხატება სივრცის და დროის ტერმინებში, ასევე ვარსკვლავეთის ზეცის ხატოვანება საუცხოო მოცემულობა ზეგრძნობადის რუკის შესაქმნელად. მაგრამ ერთი რამ უეჭველად უნდა აღინიშნოს. ფიზიკა გვასწავლის, რომ ფიზიკური სამყაროს პროცესები, მიზიდულობის ძალას დაქვემდებარებული პროცესები, სახეცვლილებას განიცდიან, როდესაც სივრცეში გავდივართ. ფიზიკის მეცნიერებები ზუსტად განსაზღვრავენ სიმძიმის ძალის კლების პროპორციულობას. ჩვენ გვასწავლიან, რომ სიმძიმის ძალა, ასევე სინათლის ინტენსივობაც, მანძილის კვადრატის პროპორციულად კლებულობს. მაგრამ მეცნიერება არაფერს ამბობს იმაზე, რომ იგივე შეიძლება ითქვას მთელი მატერიალური ცოდნის შესახებაც, რაც დედამიწაზეა მოპოვებული. მეცნიერებამ ეს ცოდნა დედამიწიდან ამოაწვდინა და თუკი ის რიცხობრივი მნიშვნელობები, რომელთაც ჩვენ მიწიერ გარემოცვაში დედამიწის უშუალო სიმძიმის და სინათლის მიმართ ვიყენებთ, უნდა შეიცვალოს, როდესაც სივრცეში გადავდივართ. მაშინ გონივრულია ვარაუდიც, რომ დღევანდელი მეცნიერული მიღწევების გამოყენებაც მხოლოდ დედამიწასთან უშუალო სიახლოვის პირობებშია შესაძლებელი. როგორც სიმძიმის ძალა მცირდება მანძილის კვადრატის პროპორციულად, ზუსტად ისევე მცირდება ჩვენი დასკვნების ნამდვილობაც, რაც მეტად ვცილდებით დედამიწას. როდესაც ასტრონომი ან ასტროფიზიკოსი ცდილობს ჩვეულებრივი ხერხებით განსაზღვროს, რა ხდება მაგალითად კოსმიური სივრცის რომელიღაც ნისლოვანებაში, ეს იმის ტოლფასია ვინმეს რომ განეზრახა დედამიწაზე არსებული პირობების შესაბამისად გამოეთვალა ქვის წონა ამ ნისლოვანებებში. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც ამბობს სულის მეცნიერება. აქ დედამიწაზე საგნები არსებობს ამ და ამ ასპექტში, მაგრამ კოსმოსში ეს საგნები რეალურად სრულიად სხვაგვარად ვლინდება.
დედამიწაზე ჩვენ მთვარეს ვხედავთ ისეც, როგორიც იგი მოჩანს ზეციდან. რეალურად კი მთვარე არის მრავალ არსებათა სულიერი კოლონია. წინა ლექციაში მე ეს უკვე ვთქვი. იგივე შეიძლება ითქვას ყველა ვარსკვლავსა და თანავარსკვლავედზე. და ეს ფაქტი კარგად უნდა გვახსოვდეს. ახლა კი მივადექით იმ პუნქტს, როდესაც ადამიანი თავის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში მზის სფეროს გადის. ამ სფეროში ადამიანის არსების ქვედა ნაწილის სულიერი ფორმა მისი სამომავლო თავის ფორმად გარდაიქმნება. უნდა გვახსოვდეს, რომ გზა ადამიანის გარდაცვალებიდან მის ხელახალ დაბადებამდე ისეთია, რომ იგი ორჯერ გაივლის ყველა პლანეტარულ სფეროს. გარდაცვალების შემდეგ იგი უპირველეს ყოვლისა მთვარის სფეროში შედის. შემდეგ მერკური, ვენერა, მზის სფეროებში. სწორედ ამ პუნქტამდე მივიყვანეთ ჩვენი აღწერილობა. მზის სფეროში ქვედა ადამიანი ზედა ადამიანად გარდისახება. სხეულის ნაწილების სტრუქტურა ცხადია სულიერად სახესხვაობას განიცდის და ადამიანის თავის სისტემა ტყალიბდება. დიდებული და უჩვეულო დამაღლებულია ეს მეტამორფოზა. ის, ვინც ადამიანის თავს შეისწავლის, როგორც უბრალოდ ფიზიკურ სტრუქტურას, ვერც კი წარმოიდგენს გაწეული მუშაობის იმნაირ ფეროვნებას, რომელიც კოსმოსში წარმოებს ადამიანის თავის იმ სულიერი ჩანასახის შესაქმნელად, შემდგომში ფიზიკურ ემბრიონს რომ მოერთდება. მას შემდეგ, რაც ეს სამუშაო დაწყებულია მზეზე, ადამიანი გადის მარსის სფეროში, შემდეგ იუპიტერის სფეროში და ბოლოს სატურნის სფეროში. რეალურად სატურნის სფერო უკანასკნელია. ურანი და ნეპტუნი აქ მხედველობაში არ მიიღება. მთელი ამ პერიოდის მანძილზე წარმოებს მუშაობა ადამიანის თავის სულიერ ჩანასახზე. ასე მიუყვება ადამიანი თავის გზას უფრო და უფრო შორს, კოსმიურ, უსამანო სივრცეში, ვიდრე არ ჩამოდგება მისი უკან დაბრუნების ჟამი. აქ იგი უკუსლით გადის სატურნის, იუპიტერის, მარსის სფეროებს, ბრუნდება მზეზე და ბოლოს ისევ მთვარის სფეროში შედის. უკან დაბრუნებაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, ახლა კი მინდა შევეხო იმ გამოცდებს, რომლებსაც ადამიანის არსება გადის მას შემდეგ, რაც მისი მზეზე ყოფნის ვადა ამოწურულია. სანამ მზის სფეროს მიაღწევდეს, ადამიანის განცდები ძირითადად მისსავე საკუთარ პიროვნებასთანაა დაკავშირებული. წინა ლექციაში მე ვილაპარაკე ადამიანის ფიზიონომიურ იერსახეზე, რომელიც მის დადებით და უარყოფით თვისებებს გამოხატავს და რომელიც მას მისი თანაგვარი ბუნების არსებების დანახვაში ეხმარება. მე ასევე ვთქვი, თუ როგორ იცვლის ადამიანი თანდათან თავის სულიერ ფორმას. თანდათან როგორ ემსგავსება ზეგრძნობადი სამყაროს ბინადარ არსებას და საბოლოოდ როგორ ეძლევა მას უნარი იხილოს მესამე და ასევე მეორე იერარქიის სულიერი არსებები. თუ კი გსურს გადმოვცეთ ადამიანის არსების მზის წინანდელი ყოფიერება, მზე რა უნდა შევაჩეროთ მის სულიერ ფორმაზე ან სულიერ სახეზე და აღწეროთ იგი. მაგრამ მზის სფეროში შესვლისას ადამიანი გადის განცდებს, რომლებსაც მე ვუწოდე კოსმიურ მუსიკაში, სფეროთა მუსიკაში გაჯერება, მასთან შესის ხორცება. კოსმიურ ჰარმონიასა და კოსმიურ მელოდიაში ადამიანს ერთგვარად ესმის ვარსკვლავთ სამყაროს ურთიერთ გამსჭვალავი მუშაობა. რამე თუ ვარსკვლავების ეს ერთობლივი მუშაობა, რაც იმავდროულად ამ სფეროებში მყოფად სულიერ ზეარსთა ერთობლივი მუშაობის გამოხატულებაცაა, საბოლოო ჯამში კოსმიურ მელოდიასა და კოსმიურ ჰარმონიაში ვლინდება. ძირითადად ეს არის გრძნობათა ცხოვრების სულიერი სახესხვაობა, ანუ გრძნობები დაჩქარებული და სტიმულირებული მზის სფეროს განცდებში. ადამიანის ყოველ განცდას კოსმიური მელოდიის მსგავსად ვიბრაციაში მოხავს მთელი მისი არსება. იმას, რაც ჩვენ არსობრივ გვესაჭიროება გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების აღნიშნულ სტადიაში, არ გააჩნია თეორიის ბუნება, ან რაიმე ისეთი, რაც შეიძლება სიტყვიერად იქნას გამოხატული.
საყოველთაო გრძნობასთან ერთად, რომელიც თავისი ტალღებით გვავსებს, ჩვენ და ვიგრძნოთ ის ჰარმონიები და მელოდიები, კოსმოსში სხვადასხვა კატეგორიის არსებათა ერთობლივი მუშაობით რომ წარმოიქმნება. აი ეს გვესაჭიროება ჩვენ. ეს კიდე ერთხელ წავიკითხოთ. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ის ჰარმონიები და მელოდიები, კოსმოსში სხვადასხვა კატეგორიის არსებათა ერთობლივი მუშაობით რომ წარმოიქმნება. აი ეს გვესაჭიროება ჩვენ. აქვე ჩემდა თავად დავამატებ, რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კლასიკური მუსიკის სმენა ადამიანისთვის. ეხლა ვაგრძელებ. შემდეგ ადამიანში სადგურებს გრძნობა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ხსნის და აშკარავებს კავშირს გარე გრძნობათა სამყაროსა და ზე ფიზიკურ სამყაროს შორის. მზის სფეროში არსებობს პერიოდი, როდესაც ჩვენ მზის სფეროში არსებობის პერიოდში, როდესაც ჩვენ მთელი კოსმოსიდან გვიჟღერს სფეროთა მუსიკა, ჩვენ ჯერ კვლავ ვაცნობიერებთ ბოლო ნარჩენებს იმ სულიერი თვისებებისა, მიწიერ ცხოვრებაში რომ გაგვაჩნდა. ჯერ კიდევ კვლავ შევიგრძნობთ მეტყველების რაღაც ნარჩენებსაც. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების აღნიშნულ სტადიაში ადამიანს სცილდება მისი სულიერი ფორმა და იგი თანდათან კოსმიურ სფეროთა ფორმას იღებს. ადამიანის ფორმა სახესხვაობას განიცდის და ყალიბდება იმად, რაც უახლოეს მიწიერ ცხოვრებაში მის თავს განასახიერებს. ყველაფერი, რამაც კი შესაძლოა კვლავ რაღაცით გაგვახსენოს ის იერი, მიწიერ ცხოვრებაში რომ გაგვაჩნდა, ამ დროისთვის სავსებით ინქვევა. მაგრამ სამშვინველის ის უნარი, რომლის მეშვეობითაც ვმეტყველებთ, ანუ სიტყვიერ გამოვთქვამთ ჩვენს აზრებს, მეხსიერებაში დაუნჯებული ისევ თან გვახლავს და ერთგვარი დისონანსი შეაქვს სფეროთა მუსიკაში. დიახ, დისონანს სფეროთა მუსიკაში განაპირობებს ის ფაქტი, რომ ადამიანს მზის სფეროში თან მოაქვს თავისი მეტყველების უნარის რაღაც ნარჩენი. და ადამიანის მიერ მზის სფეროში შემოტანილი ეს უწესრიგო, უმწყობრო ელემენტი იმ უმაღლეს არსთა ძირითადი სამუშაოა, ვისაც ევალება დედამიწის განვითარებას შეაწიოს კოსმოსიდან გარდმოსული დახმარება. ადამიანის მეტყველებიდან იგებენ ისინი იმას, თუ როგორ გამოიხატება მოვლენები დედამიწაზე და როგორ ირყნება და ილახება მეტყველება. დღევანდელი მეტყველება არც ერთ თავის ევროპულ თუ ამერიკულ ფორმაში არ წარმოადგენს ნიჭს, სტიქიური ძალით მომდინარეს ადამიანური არსებიდან. შესაძლოა მეტყველება კვლავ გახდეს ისეთი, როგორიც იგი ოდესღაც იყო დედამიწაზე და ეს მოხდება შემდეგნაირად. ზოგიერთი თქვენგანი სწავლობს ევრიტმიას. რა ხდება ევრიტმიის შესწავლისას? დღეს ჩვენ ანგარიშმიუცემლად ვიყენებთ სიტყვებს, ანუ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას სიტყვის კონფიგურაციის კავშირს შინაგან ცხოვრებასთან და სამშვინველის გამოცდილებასთან. დღეს სიტყვის წარმოთქმა უბრალოდ პირობითობებისადმი დამყოლობა. ადამიანებს ფიქრადაც არ მოუდით, რომ როდესაც ისინი წარმოთქვამენ ბგერას ა, ეს ბგერა როგორც ასეთი, როგორც წმინდად ბგერა, მომდინარეობს იმ მშვინვიერი გრძნობიდან, რასაც ჩვენში გაოცება, განცვიფრება ბადებს. როდესაც წარმოვთქვამთ ბგერას ო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცას ვფუთავთ, რაღაცას წრიულად ვახვევთ. თანხმოვანი ბგერები ყოველთვის გამოხატავს ფორმას. ხმოვნები გრძნობებს, შინაგან ცხოვრებას და მშვინვიერ მდგომარეობას. ბგერა ბ არის დასაბამიერად დაკავშირებული თავშესაფრის განცდასთან. რეალურად ბ არის სახლი.
როდესაც მე წარმოვთქვამ ბგერას A, ამით გამოვხატავ განცვიფრებას, რომელსაც სამშვინველის სიღრმეში განვიცდი. თანხმოვანი T გამოხატავს დაფუძნების სურვილს. ამ დროს მე მსურს გავჩერდე, შევყოვნდე. იგივეს გამოხატავს ბგერა D, ოღონდ უფრო შერბილებულად, ნაკლებად მკვეთრად. დაუშვათ, რომ წარმოვთქვი გერმანული სიტყვა bad, აბაზანა, ბანაობა. თუ კი დავბრუნდები წარსულში ამ სიტყვის წარმოშობის ხანაში, როდესაც შესაძლებელი იყო მისი განცდა და ჭვრეტა, მე უნდა ვთქვა, ჩემ ირგვლივ წყალია, როგორც შესაფუთი ზეწარი, B. იგი სასიამოვნოდ თბილია, A. ახლა მე მთლიანად ვარ ბგერა A. მე მასში ვრჩები D. სიტყვა მოიცავს მთელ განცდას. ამგვარი მეტყველება დღეს აბსურდად მოგვეჩვენება, რადგანაც სიტყვას დღეს არავითარი რეალური განცდა არ უკავშირდება. სინამდვილეში კი მეტყველება ერთიანად გაჯერებულია სამშვინველით. ადამიანის სამშვინველის შინაგანი გამოცდილება მიედინება მასში და მსჭვალავს მას. უშორეს წარსულში ამას გრძნობდნენ და ეს იცოდნენ. თვითმყოფად პრიმიტიულ ენებში მეტყველება იბადებოდა გრძნობის და ფორმის შემეცნებიდან. გრძნობის შემეცნება ბადებდა ხმოვნებს, ფორმისა თანხმოვნებს. დღეს ეს ელემენტები აღარ ასოცირდება მეტყველებასთან. მეტყველება ერთგვარ პირობითობად იქცა. მაგრამ ევრიტმიაში B, A, D ბგერები კვლავ გარდასახულია ჟესტებში, რომლებიც მათ შეესიტყვება. ამ ჟესტების შესრულებისას ევრიტმისტი კვლავ იწყებს ბგერების განცდას. იმედი ვიქონიოთ, რომ ევრიტმიის სიყვარული უფრო და უფრო გაღრმავდება და კაცობრიობა კვლავ მიაკვლევს მის ავალს იმასთან, რასაც განითავსებდა პრიმიტიული ენები. ანუ მეტყველებას, რომელიც შეიძლება იგრძნო და იხილო. ასე და ამგვარად, ევრიტმია დღევანდელთან შედარებით მომავალში უფრო მნიშვნელოვანი გახდება. იგი მეგზურად მოევლინება ადამიანს და წარმოუდგენს მას სამშვინველის და სულის ცხოვრებას, დაბადებულს მეტყველების აღმაფრენილ ტალღებზე. დღევანდელი მეტყველება ნაკლებადაა დანაწევრებული. შეიძლება ითქვას, რომ მეტყველება მიგდებულია, მშვენიერად გაპარტახებულია. ადამიანებს უჭირთ სწრაფი მეტყველება. ისინი ანთხევენ სიტყვებს, ანთხევენ ამ სიტყვებს. მეტყველება, როგორიცაა იგი დღეს, არ შეიძლება დაბადებული იყოს სამშვინველის ცხოვრებით. სასოწარკვეთაში ვარდები, როდესაც იძულებული ხარ ისმინო სიტყვები, რომელთაც არ გააჩნია არათუ სამშვინველი და სიცოცხლე, არამედ ელემენტარული დანაწევრებულობა. ასე და ამგვარად დღეს, როდესაც ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მზის სფეროში შედის, დედამიწიდან კოსმიურ მუსიკაში იჭრება გამაყრუებელი დისონანსი. და ეს თვისობრიობა, რითაც გამსჭვალულია ჩვენი მეტყველება, ზოგიერთ სულიერზე არს თათვის, აშკარავებს იმ დეგრადაციას, რომელიც განიცადა მიწიერმა არსებობამ. და ამასთანავე წარმოაჩენს იმასაც, თუ როგორ უნდა იქნას მოძიებული საჭირო ძალები და იმპულსები კვლავ აღმავლობისკენ, რომ დაძრავს კაცობრიობას. ადამიანი განაგრძობს თავის მოგზაურობას და შედის მარსის სფეროში. რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, ადამიანი მარსის სფეროში შედის. ადამიანის სულიერ ფორმაზე აქ ძველებურად ვეღარ ვილაპარაკებთ, რადგანაც ამ დროისთვის ეს ფორმა სრულიად შეცვლილია. იგი დიადი კოსმიური სფეროს სულიერ გამოსახულებად იქცა. სულ უფრო და უფრო შორს შედის გზა მარსის, იუპიტერის, სატურნის გამჭოლ კოსმოსის მღელვარე ტალღებში. მარსის სფეროში ადამიანური არსებები მარსის ბინადართა გარემოცვაში ცხოვრობენ. ესენი არიან ან გარდაცვლილ ადამიანთა სამშვინველები, ან იერარქიული არსებები,
უპირატესად იმ იერარქიათა წარმომადგენლები, რომელთა სრული არსიდან სამყაროს სივრცეულში კოსმიური მეტყველება ჟღერს. რამდენადაც ადამიანი იმყოფება იმ სფეროში, სადაც კოსმიური მუსიკა კოსმიურ მეტყველებად გარდაიქმნება, თავიდან მას ესმის იგი. შემდეგ კი თავად ესის ხორცება კოსმიურ მეტყველებას. ადამიანთათვის ნიშანდობლივი მიბაძვითი მეტყველების ნაცვლად იგი ისმენს შემოქმედებით მეტყველებას, რომლიდანაც იბადება და არსებობას იძენს საგნები. მარსის სფეროში ცხოვრების პერიოდში ადამიანი იძენს შეგნებულ შემეცნებას იმ არსებებისა, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მარსის სულიერ მოსახლეობას შეადგენენ კოსმიური მეტყველების მცოდნე არსებები. არიან იქ ასევე ბუნებით მებრძოლი არსებებიც, მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან არსებებს მარსის სფეროში წარმოადგენენ ისინი, ვისი მთელი ბუნება კოსმიური მეტყველებაა. ისინი კოსმიური მეტყველების მოსაგრეებად გვევლინებიან. მოსაგრე ნიშნავს გამარჯვებულს. ამის შემდეგ ადამიანი გადადის იუპიტერის სფეროში, სადაც ბინადრობენ არსებები, რომლებიც იცავენ კოსმიურ აზრს. ანუ კოსმიური აზრის მცველი არსებები. ისინი ჩვენს პლანეტარულ სისტემაში და მის გარემოცვაში აზრი არსებებს ასხივებენ. ადამიანი ასევე გაივლის ამ სფეროს და ერთვება გარდასახვის პროცესში, რომელიც მხოლოდ ერთო პროზაულად შეიძლება იქნას აღწერილი. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი კოსმიური სფეროს ერთგვარ გამოხატულებად იქცა. სხვაგანად რომ ვთქვათ, იგი მთელი თავისი არსით სხეულის ზედა ნაწილს თავის სულიერ ჩანასახად გარდაისახა. ანუ თავის სულიერ ჩანასახად, როგორც ორგანოზე ალაპარაკი. იმ ჩანასახად, რომელიც მან თავისი უახლოესი მიწიერი ცხოვრებისთვის უნდა განავითაროს. მზის სფეროში არსებობისას მან განიცადა მიწიერი მეტყველებით შემოტანილი გამაყრუებელი დისონანსი. და უკვე ისწავლა კიდეც ამ მიწიერი მეტყველების უგულებელყოფა. მარსის სფეროში ცხოვრებისას იგი თავად იქცა კოსმიური მეტყველების ნაწილად, შეეზარდა მას და დაიწყო კოსმიური მეტყველების გაგების განმტკიცება. ეს ხდება ასეთნაირად. იწყება ქვედა ადამიანის გარდასახვა. ფეხები გარდისახება ქვედა ყბად, ხელები ზედა ყბად და ასე შემდეგ იერარქიულ არსებებთან თანამშრომლობით ადამიანის არსება მომავალი თავის ჩანასახს აშენებს. მაგრამ არსებითია ის, რომ თავი შენდება კოსმოსის და არა დედამიწის გაგებისთვის. თავი ყოვლის უწინარეს კოსმიური მეტყველების, კოსმიური აზრის გაგებას სწავლობს. კოსმიური მეტყველება და კოსმიური აზრი ადამიანის თავში ისადგურებს, როგორც აქ დედამიწაზე ადამიანი შეისწავლის მინერალებს, მცენარეებს და ცხოველებს, ასე მარსის და იუპიტერის სფეროებში მოგზაურობისას იგი ეცნობა სულიერი სამყაროს იდუმალებებს. ჩვენ ვერასდროს მართებულად ვერ შევიგრძნობთ და შევიმეცნებთ ადამიანის ბუნებას, ვიდრე მტკიცედ არ გავითავისებთ, რომ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ადამიანი იგებს უმაღლეს იერარქიათა არსებების გასაოცარ დიდება მოსილ სახელებს. სწავლობს ამ არსებების მუშაობის და კოსმიური მოღვაწეობის გაგებას. სწავლობს აზრობრივ განხილვას, არა პირადი ცხოვრების ყოველდღიური პრობლემებისა, თქვათ რა გზით დავბრუნდე ამსტერდამში. არამედ ისეთი საკითხების, როგორიცაა მაგალითად, როგორ იბადება ერთი ეპოქა მეორე ეპოქიდან უმაღლეს იერარქიათა რუდუნების მეშვეობით. ამგვარ შედეგებს აღწევს და ამგვარ გამოცდილებას იძენს ადამიანი იუპიტერის სფეროში. და ბოლოს სატურნის სფეროში არსებობის დროც დგება. სატურნი
ადამიანის არსებას ამწყალობებს იმით, რასაც მე კოსმიურ მეხსიერებას ვუწოდებ. რამეთო სატურნის სფეროში ბინადრობენ ის სულიერი არსნი, რომლებიც მეხსიერებაში ინახავენ ყოველივე იმას, რაც კი ოდესმე ჩვენს პლანეტარულ სისტემაში მომხდარა. დიახ, სატურნი ბუმბერაზი მატარებელია იმ მეხსიერებისა, ჩვენი პლანეტარული სისტემის ყველა მოვლენას, რომ აღბეჭდავს. როგორც მარსზე ადამიანი შეისწავლის ღმერთების მეტყველებას, იუპიტერზე ღმერთების აზრებს, ასევე თავისი პირველადი მოგზაურობისას სატურნის სფეროში იგი სწავლობს ყველაფერს, რაც კი ჩვენი პლანეტარული სისტემის ღმერთების მეხსიერებაშია დაუნჯებული. ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. როგორც მარსზე ადამიანი შეისწავლის ღმერთების მეტყველებას, იუპიტერზე ღმერთების აზრებს, ასევე თავისი პირველი მოგზაურობისას სატურნის სფეროში იგი სწავლობს ყველაფერს, რაც კი ჩვენი პლანეტარული სისტემის ღმერთების მეხსიერებაშია. სწორედ ასე ამის წყალობით ხდება ის, რომ სულიერ სფეროებში ადამიანის თავი, მომავალი მიწერი, თავის სულიერი ჩანასახს რომ წარმოადგენს, ღრმად იბეჭდავს იმ ცოდნას, რომელიც ეხმარება მას იყოს კოსმოსის მოქალაქე და იცხოვროს კოსმოსში უმაღლეს იერარქიათა არსებებს შორის. იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს იგი დედამიწაზე, მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროს გარემოცვაში. ამის შემდეგ ადამიანი ავსებული და გამდიდრებული თავის სულიერ არსებობაში იმით, რომ მან ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით უკვე ისწავლა უდიდესი სამყაროს მაკროკოსმოსის მეტყველების გაგება, ტოვებს პლანეტარული სფეროს მოღვაწეობას და უძრავი ვარსკვლავების მოღვაწეობის სფეროში შედის. აქ სრულდება ადამიანის თავის ძირითად ჩანასახზე მუშაობა. ამ დროისთვის ადამიანის თავის ჩანასახი უკვე მონიშნული და ფორმირებული. სრულდება სულიერი სამყაროების უსასრულობიდან მონაკადე ზემოქმედებების მეშვეობით. და აი, დგება დრო, როდესაც ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას უნდა დაადგეს. და იგი კვლავ უწინარეს ყოვლისა სატურნზე ბრუნდება. ის რომ ადამიანმა სატურნზე წინა პირველი ყოფნის პერიოდში პლანეტარული მეხსიერება შეინივთა, ეს გარემოება ახლა მას მისი მიწიერი ცხოვრებისთვის აუცილებელი მეხსიერების უნარის საფუძვლების თავში ჩანერგვაში ეხმარება. მის არსებაში ჩაბეჭდილი კოსმიური მეხსიერება ერთგვარად მიწიერი ხდება. კოსმიური მეხსიერება კვლავ ადამიანური მეხსიერების უნარის ჩანასახად გარდაიქმნება. შემდეგ ყველაფერი, რაც ადამიანმა ღმერთების აზრების შემეცნების წყალობით იუპიტერის სფეროში შეიძინა, უკან დაბრუნებისას ადამიანური აზრების შემეცნების უნარად გარდაიქმნება. და როდესაც თავის ჩანასახი შეუერთდება ფიზიკურ ემბრიონს, ეს უნარი ადამიანში ჩვეულებრივ ადამიანურ ცნობიერება დაირეკლება. სატურნის სფეროს ხელმეორედ გავლის პერიოდში იწყება ასევე ქვედა ადამიანის გარდაქმნა თავის აღნაგის სხვადასხვა ნაწილებად. ეს არის საოცარი სამუშაო. ერთი ადამიანური არსება, რა თქმა უნდა, უმაღლესი იერარქიების არსებათა თანხმობით მუშაობს მეორე ადამიანური არსების ფორმირებაზე. ეს სამუშაო ადამიანის თავის ფორმირებაზე გაწეული სამუშაო ჭეშმარიტად მთელი სამყაროს შექმნის ტოლძალია. რამე თუ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის არსებობის იმ სფეროში, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ, ყოველი ცალკეული ადამიანის თავი მოჩანს როგორც საუცხოო სამყარო. მიუწევარი ნაირფეროვნების, სხვადასხვა წვრილმანების აღუნუსხავი სამყარო. და ეს სამუშაო ერთგულებისადმი მოუწოდებს
ბედით ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანურ არსებებს. ცხადია აქ ადამიანებთან თანამშრომლობენ იერარქიული არსებებიც, რომლებმაც ფლობენ რა კოსმოსის იდუმალებებს იციან, როგორ უნდა იქნას აგებული და ფორმირებული ადამიანის თავი. ძნელია გაიგო რა არის ადამიანი. სიტყვა უძლურია გამოთქვას მისი არსი. ეს ის ცოდნაა, რომელიც არასდროს არამც და არამც არ აღძრავს სიამაყეს და ამპარტავნებას. სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, ზრუნავს, რათა არ შეგვიპყროს სიამაყე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აბსურდი იქნებოდა სიამაყესა და ქედმაღლობას დავყოლოდით იერარქიულ არსებათა, ანუ სერაფიმთა, ქერუბიმთა, საყდართა გარემოცვაში. ადამიანური არსება ყოველთვის პატარა იქნება იმ არსებების გვერდით, ვისთანაც ერთად მას უწევს მუშაობა. და როდესაც ამ მიწიერ არსებობაში ადამიანი იმეცნებს იმას, რასაც იგი წარმოადგენს უდიადეს მაკროკოსმოსში, გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების დროს, მას საკმაო საფუძველი აქვს უთხრას თავის თავს. შენ ბევრი არაფერი მოგიტანია მიწიერ არსებობაში. შენი დღევანდელი მდგომარეობა არც თუ საშორია. შენი მდგომარეობა არც იმის საბაბს გაძლევს იამაყო იმით, რასაც წარმოადგენდი მაშინ, როდესაც ღმერთების გარემოცვაში იმყოფებოდი. ის რაც შეიძლება ჩვენში დაბადოს ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ცნობიერ ყოფა, გახლავთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გვაიძულებს ვთქვათ, ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რათა ღირს ყოფილ ვიქმნათ უკვე აქ დედამიწაზევე გავხდეთ ადამიანი. ჭეშმარიტად, სწორედ ამას განვიცდით, როდესაც სრულად განვწონით, რას ნიშნავს იყო ადამიანი. შედეგი იმ მუშაობისა, რასაც ღმერთები ადამიანის არსებაზე აწარმოებენ გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე პერიოდში. ადამიანი განაგრძობს უკუსლას და კვლავ ბრუნდება მარსის სფეროში. ადამიანი განაგრძობს უკუსლას და კვლავ ბრუნდება მარსის სფეროში, სადაც გრძელდება მის არსებაზე მუშაობა. სწორედ აქ, ანუ მარსზე, ემატება მის ახალ სხეულს გულმკერდის და კიდურების ახალი სულიერი ჩანასახები, ახალი მიწიერი ცხოვრებისთვის. როგორც მოგახსენეთ, ადამიანის წინა ცხოვრებისეული კიდურების, ხელები და ფეხები საფუძველზე იქმნება თავი მისი ახალი ინკარნაციისთვის. და ამიტომაც იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი უკუსლით კვლავ გაივლის პლანეტარულ სფეროებს, გულმკერდის და კიდურების ჩანასახები ახლიდან უნდა ჩაიდოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩანასახები სულიერია. მთელი ეს პროცესი სულიერი პროცესია. როდესაც ადამიანი კვლავ გაივლის მარსის სფეროს, ის მაღალი სულიერება, რითაც იგი მარსზე პირველ ყოფნის ჟამს იქნა გაჯერებული და რამაც მას კოსმიური სიტყვის გაგების შესაძლებლობა მიანიჭა, ამჯერად გარდაიქმნება შედარებით დაბალ სულიერ სუბსტანციად, საიდანაც მოგვიანებით ვლინდება ადამიანური ეგო. ამავე სფეროში უკუ მოგზაურობისას ემატება ადამიანის სხეულს ხორხის და ფილტვების სულიერი ჩანასახებიც. შემდეგ ადამიანი მზის სფეროს უბრუნდება. ახლა იგი უკვე მეორედ გადის მზის სფეროს და ეს უკუსლა მზის სფეროში უაღრესად მნიშვნელოვანია. დაასრულა რა თავისი პირველი მოგზაურობა მზის სფეროში, ადამიანმა გაიარა მარსის, იუპიტერის, სატურნის სფეროები, გაიარა ვარსკვლავთ სამყარო და შემდეგ უკან დაბრუნება იწყო. ადამიანი უკუსლით კვლავ სატურნის, იუპიტერის და მარსის სფეროებს გადის. მთელი ამ დროის მანძილზე მისი არსება ერთიანად კოსმოსს ეკუთვნის. იგი ერთმთლიანდება კოსმოსთან, ერთმთლიანდება სამყაროსთან. მან იცხოვრა კოსმოსში, შეისწავლა კოსმიური მეტყველება, ისწავლა კოსმიური აზრების საკუთარ არსებაში ჩაწვნა. იგი ცხოვრობდა არა თავის საკუთარ მეხსიერებაში,
ამ მეხსიერებამ მასში მოგვიანებით გაიღვიძა. ესე იგი იგი ცხოვრობდა არა თავის საკუთარ მეხსიერებაში, არამედ მთელი პლანეტარული სისტემის მეხსიერების წიაღში. კოსმიური აზრების და კოსმიური მეტყველების პირად მოგონებებში იგი თავს უმაღლეს იერარქიათა არსებებთან ერთიანს შეიგრძნობდა. მაგრამ ახლა, როდესაც კვლავ დაბრუნდა მზის სფეროში, იგი ერთგვარად შემოიზღუდა და ინდივიდუალურ არსებად განკერძოება დაიწყო. ძალზე სუსტად იღვიძებს მასში კოსმოსიდან გამოცალკევების გრძნობა. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ სწორედ ახლა ინერგება მასში გულის პირველი ჩანასახი. უკუმოგზაურობა გრძელდება. მეორედ გაივლის ადამიანი ვენერას მერკიურის სფეროებს, სადაც იგი სხვა ორგანოების სულიერ ჩანასახებს იკრებს. მზის სფეროს ხელმეორედ გავლისას ზემოაღწერილი მოვლენები და პროცესები ძალზე დიდ დროს იკავებს. და იმ მზის სფეროს ხელმეორედ გავლისას ბევრად ადრე, სანამ მიწერ არსებობაში შემოვიდოდეს, ადამიანი განიცდის რაღაც ისეთს, რაც შეიძლება განისაზღვროს როგორც მნიშვნელოვანი შემოbrunება მის ბედში. ეს სახელდობრის მომენტია, როდესაც კოსმოსში დედამიწისკენ უკუმავალ გზაზე ჩვენს არსებაში გულის სულიერი ჩანასახი იდება. თუმცა ეს ჯერ, რა თქმა უნდა, ფიზიკური გული არ არის. მართალია უკვე არსებობს მინიშნება გულის ფიზიკურ ფორმაზე, მაგრამ იგი გარემოცულია და გადაწნულია ყოველივე იმასთან, რაც როგორც ადრინდელი მიწიერი ცხოვრებების შედეგი საუკეთესოა ადამიანში. თავად ფაქტი, რომ ჩვენ მზის სფეროში ვიღებთ ფიზიკური გულის პირველ ჩანასახს, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ გულის ამ ჩანასახში კონცენტრირებულია ყოველივე, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ზნეობრივად. ანუ ყველა ჩვენი მშვენიერი თუ სულიერი თვისებები. ვიდრე გულის სულიერი ჩანასახი მომავალი სხეულის ემბრიონის ჩანასახს შეუერთდებოდეს, ადამიანის გული წარმოადგენს სულიერ არსს, სამშვენიველის და სულის მორალურ არსს კოსმოსში. ეს მორალური არსი, რომელსაც ადამიანი ახლა თავის შიგნით მყოფაც შეიგრძნობს და რომელიც მან დედამიწაზე დაბრუნებისას შეიძინა, მხოლოდ მოგვიანებით უერთდება ემბრიონს. გულის ჩანასახში კონცენტრირებულ მთელ თავის სულიერ მშვენიერ არსებას ადამიანი მზის უდიადეს არსებებთან, კერძოდ კი იმ არსებებთან ურთიერთობაში განიცდის პლანეტარული სისტემის ძალებს და შესაბამისად მიწიერ ყოფიერებას რომ განაგებენ. ნება მომეცით ერთგვარი სურათის სახით წარმოვაჩინო ეს ყველაფერი. შესაძლოა ეს სურათი უცნაურად მგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იგი სავსებით მართებულია. როდესაც ადამიანს ეძლევა ეს კოსმიური გული, ამ დროს იგი ცხოვრობს იმ იერარქიულ სულიერზე არსთა გარემოცვაში, ვის ხელშიცაა მთელი პლანეტარული სისტემის ხელმძღვანელობა მის მიწიერ ყოფიერებასთან მიმართებაში. საუცხო და უსაზღვროდ დიდებულია ეს განცდა. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის, რასაც ადამიანი არსებობის ამ ფაზაში განიცდის. მისი გრძნობები გარკვეულ მიმართებით ფიზიკურ ყოფიერებაში განცდილ გრძნობებს გვაგონებს. როგორც ფიზიკურ არსებობაში გრძნობს ადამიანი კავშირს თავის გულისცემასთან, კავშირს გულის მთელ მოღვაწეობასთან, ასევე მაკროკოსმოსში თავისი მაკროკოსმიური სულიერი გულის მეშვეობით იგი შეიგრძნობს სრულ ერთ არსობას თავის სამშვენიველთან და სულთან. სამშვენიველის და სულის მორალური არსი, რადგან იგი თავისი არსებობის ამ მომენტისთვის გარდაიქმნა, არის მისი ერთგვარი სულიერი გულისცემა. ადამიანის მთელი არსი ახლა კოსმოსში იმყოფება, ისევე როგორც მისი გული, რომელიც მასში ძგერს. როგორც დედამიწაზე გულისცემაში ვგრძნობთ სისხლის ცირკულაციას და სუნთქვას, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს გული, ასევე მზის სფეროში უკუმოგზაურობისას ჩვენი სულიერი მაკროკოსმიური გულის ძგერას შევიგრძნობთ. ჩვენ შევიგრძნობთ სულიერი გულისცემის ნაკადებს.
შემაერთებელს მეორე იერარქიასთან. როგორც სისხლი ფიზიკურ ორგანიზმში ვენების მეშვეობით გულთან მიედინება, ასევე ჩვენს მშვინვიერ სულიერ არსში ჩაედინება ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულების სიტყვები. ეს არის სწორედ მეორე იერარქია. ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. როგორც სისხლი ფიზიკურ ორგანიზმში ვენების მეშვეობით გულთან მიედინება, ასევე ჩვენს მშვინვიერ სულიერ არსში ჩაედინება ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულების სიტყვები. ის, რაც მათ სურთ გვითხრან სამყაროს შესახებ, ასევე სამყაროს აზრი ადამიანზე. სწორედ სამყაროს სიტყვები და ბგერები წარმოადგენს ცირკულაციას, რომელიც ახლა სულიერ მაკროკოსმიურ გულში, სამშვინველის და სულის ამ ადამიანურ არსში კონდენსირდება. იქ ცენტრში ძგერს სულიერი გული და ადამიანის სულიერი გულისცემა არის ასევე იმ სამყაროს პულსაცია, რომელშიც ის ცხოვრობს. ამ ქვეყნიური სისხლის მიმოქცევა არის მეორე იერარქიის არსებათა შემოქმედებითი მოღვაწეობა. ძალები, რომლებიც მათგან მოედინება. და როგორც სისხლის მიმოქცევის ცენტრი დედამიწაზე არის გული, რომელიც ადამიანის მიერ არაცნობიერად განიცდება, ასევე გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის პერიოდში ადამიანს, როგორც წყალობა, საშუალება ეძლევა თავის წიაღ ესათუთოს და ელოლიავოს კოსმიურ გულს, შემეცნების ერთ-ერთ ორგანოს, ერთ-ერთ კოსმიურ გულს, შექმნილს მაკროკოსმოსის პულსაციით და ასევე მეორე იერარქიის არსთა მოღვაწეობით. უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური გული არის სისხლის მოძრაობის მიმოქცევის განმაპირობებელი გრძნობათა ორგანო და არა ტუმბო. როგორც ეს ფიზიოლოგებს გონიათ, ადამიანის არსების სულიერება და სიცხოველე. ეს არის სისხლის მოძრაობის მიზეზი. მაშ უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური გული არის სისხლის მოძრაობის მიმოქცევის განმაპირობებელი გრძნობათა ორგანო. გრძნობათა ორგანო და არა ტუმბო. როგორც ეს ფიზიოლოგებს გონიათ, ადამიანის არსების სულიერება და სიცხოველე. ეს არის სისხლის მოძრაობის მიზეზი. ესე იგი, ადამიანის არსების სულიერება და სიცხოველე. უკუ მოგზაურობა გრძელდება მერკურის ვენერას სფეროებში, მაგრამ მანამდე იმ კოსმიურ მომენტში, როდესაც ადამიანის არსება თავის თავს რეალურად კოსმოსის სულიერ გულში მცხოვრებად შეიგრძნობს, მისი მზერა ეპყრობა მემკვიდრეობით ხაზს, რომლის ბოლოშიც დგანან მშობლები, რომლებიც მას ახალ დაბადებას, ახალ ცხოვრებას მიანიჭებენ. მემკვიდრეობითი კავშირი, როგორც ხედავთ, შედარებით სწრაფად იქმნება. ჩვენ ვიბადებით დედის და მამისგან, რომლებსაც ასევე ყავთ დედ-მამა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად საუკუნეების სიღრმეებში უნდა შევიდეთ, რამე თუ ბევრად უფრო ადრე, სანამ დედამიწაზე დაბრუნდებოდეს, ადამიანის არსება უკავშირდება მემკვიდრეობით ხაზს, რომელიც უმაღლეს წერტილს აღწევს იმ ოჯახში, სადაც იგი დაიბადება. ეს კავშირი მემკვიდრეობით ხაზთან განისაზღვრება ადრევე, სახელდობრ მაშინ, როდესაც ადამიანი ხელმეორედ გადის მზის სფეროს. ვენერას და მერკურის კოსმიურ კოლონიებში არსებობისას კი მას, ასე ვთქვათ, უკვე შეუძლია ისეთნაირად მოაწყოს თავისი ბედი, რომ შეძლების დაგვარად მიუახლოვდეს იმ გარეგნულ გამოცდებს, რაც მას წილად ხვდება გარკვეულ ოჯახში, გარკვეულ ეროვნულ გარემოში დაბადებით. ამის შემდეგ ადამიანი კვლავ მთვარის სფეროში ბრუნდება. ნება მომეცით შეგახსენოთ, როგორ მიემართებოდა ადამიანის კეთილი თუ ბოროტი აზრები ადამიანური რასის პირველ ყოფილ მასწავლებლებთან მთვარის სფეროში. მისი პირველ ყოფნის ჟამს. ეხლა ფრჩხილებშია ეს, როგორც ითქვა, ეს ზე ადამიანი მასწავლებლები მიწიერი არსებობის საწყის სტადიაზე ზე ადამიანურ სიბრძნეს აუწყებდნენ მიწიერ ადამიანებს. აქ იხურება ფრჩხილი.
როდესაც ადამიანი ხელმეორედ გადის მთვარის სფეროს, იგი უკვე ნაკლები ყურადღებითაა განწყობილი იმისადმი, რაც ასე შორეულია, ანუ რაც დიდი ხნის წინ მოხდა დედამიწაზე. ეს იმიტომ, რომ ახლა დროის ის პერიოდია, მისი კოსმიური ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც მან გეზი დედამიწისკენ უნდა აიღოს. ეს არის პერიოდი ჩასახვიდან დაბადებამდე. ადამიანის ემბრიონის ცხოვრება ხელი-ხელ ჩაკიდებულია საგანგებო სპეციალურ კოსმიურ განვითარებასთან. იქ მაღლა მთვარის სფეროში ადამიანი გადის ევოლუციის დასკვნით ფაზას, მაშინ როდესაც დაბლა დედამიწაზე ნაბიჯ მზადდება ფიზიკური ემბრიონი, რომელსაც იგი შემდეგ თანდათან უერთდება. როგორი ადამიანის არსების მიკროკოსმიური ცხოვრება მთვარის სფეროში ევოლუციის ამ მეორე პერიოდის განმავლობაში. რას აკეთებს ამ დროს ადამიანი? ყველა იმ განცდაში, რომელიც მე აღწერე, ადამიანის ცნობიერება იყო უფრო მკაფიო და ასე ვთქვათ, უფრო მღვიძარე, ვიდრე მიწიერ ცხოვრებაში ადამიანის ჩვეულებრივი ცნობიერება. ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანური ცნობიერების ხარისხობრივი სხვაობების ცოდნა. ძილის ცნობიერება ბინდიერია, დღის ცნობიერება მკაფიო. გარდაცვალების შემდგომი ცნობიერება კიდევ უფრო მკაფიო და ნათელი. ძილის მიმართება სიცხადესთან ცნობიერების თვალსაზრისით. ესე იგი, ძილის მიმართება სიცხადესთან ისეთივეა, როგორც ცხადიერი ცნობიერების გარდაცვალების შემდგომ ცნობიერებასთან. ამას გარდა გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ყოველ ახალ სტადიაში ცნობიერება სულ უფრო და უფრო ნათელი და აქტიური ხდება. მთვარის სფეროს პირველად წინ მავალ პერიოდში ცნობიერება ნათდება იმ ფაქტის წყალობით, რომ იქ ჩვენ ვიმყოფებით კაცობრიობის ბრძენი პირველყოფილი მასწავლებლების გარემოცვაში. ცნობიერება უფრო და უფრო ნათდება მერკურის და ვენერას სფეროებში წინმავლობის კვალ და კვალ. ინტენსიფიცირების ეს ტენდენცია აღინიშნება ყოველ ახალ ზეციურ სფეროში გადასვლისას. მაგრამ როდესაც უკან ბრუნდებით, როდესაც უახლოვდებით ახალ მიწიერ ცხოვრებას, ცნობიერება თანდათან იბინდება. მერკურის ფაზაში განმეორებითი ცხოვრების პერიოდში ჩვენი ცნობიერება ნებისმიერ მიწიერ ცნობიერებაზე მკაფიოა, მაგრამ როდესაც შევდივართ მთვარის სფეროში და ვხვდებით გარემოცვაში, რომელიც გვიცხადებს, როგორი იყო ადამიანი მიწიერი ევოლუციის დასაწყისში, აქ ჩვენი ცნობიერება ინქვრევა. დიახ, ჩვენი ცნობიერება იბინდება სწორედ ამ სფეროში, სადაც ზეგრძნობათ სამყაროში წინმავლობის გზაზე ჩვენში პირველად აკიაფდა ახალი, უფრო ნათელი ცნობიერება და ეს გრძელდება მანამდე, ვიდრე საბოლოოდ ცნობიერება ზრდის ძალად არ გარდაიქმნება. იმ ძალად ჩვილ ბავშვში, ძინარე ჩვილ ბავშვში რომ მოქმედებს. ცნობიერება ძილში ინთქმება. ეს ის მომენტია, როდესაც მშვენიერ სულიერს შეუძლია შეუერთდეს ფიზიკურ ემბრიონს. და რათა ეს მოვლენა სავსებით განსაზღვრული შედეგებით გაჯერებული მოვლენა აღსრულდეს, იმისთვის, რათა ადამიანის არსება თავისი განვითარების გარკვეულ მომენტში დაუკავშირდეს ფიზიკურ ემბრიონს, ადამიანმა კაცობრიობის პირველ ყოფილ მასწავლებლებთან ერთობლივ უნდა გაიაროს მთვარის ევოლუცია. ამ დროს იქ ქვევით ფიზიკურმა ემბრიონმა დედის წიაღში 10 მთვარის თვე უნდა დაჰყოს. ხოლო ხსენებული მთვარის ევოლუცია გამოიხატება იმაში, რომ კაცობრიობის მასწავლებლების მთელი ამალა ცდილობს დაბინდოს კოსმიური ცნობიერება, რაც ადამიანის არსებაში ჯერ კვლავ ქმედითია მარსის სფეროში არსებობისას და დაასუსტოს მისი ძალა ძილის ცნობიერების დონემდე. ანუ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს თავისი მიწიერი არსებობის დასაწყისში. ფიზიკური ადამიანი, როგორცაც მას ვხედავთ აქ დედამიწაზე,
არსობრივად გაგებული შეიძლება იქნას მხოლოდ ზეგრძნობადი ადამიანის შემეცნების შუქ ჭრილში. ასევე ვერც ზეგრძნობადი ადამიანი აიხსნება მიწიერი ფაქტებით. იგი მხოლოდ და მხოლოდ უდიადესი სამყაროს მაკროკოსმოსის ფაქტებით შეიძლება აიხსნას. ამ ლექსიდან მიწიერი ადამიანი როგორც სული ადამიანი. ამ ლექციების მიზანი იყო წარმომეჩინა როგორ იბადება სულიერი კოსმოსიდან მიწიერი ადამიანი. მიწიერი ადამიანი როგორც სული ადამიანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს მნიშვნელობა იმ ფაქტისა, რომ როდესაც ადამიანის არსება გადის სიკვდილის კარს, მასთან მიაქვს სულიერ კოსმოსში ყველაფერი, რაც კი მიწიერ ცხოვრებაში შეუძენია და განუცდია.